პოლიციამ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დღეს ქვეყნის მასშტაბით 16 პირი დააკავა, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაშა სირაძის განცხადებით, ბრალდებულები სხვადასხვა ასაკის პირებზე განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. სირაძის თქმით, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ, ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ და გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით მსხვერპლთა მიმართ რადიკალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. როგორც სირაძე ამბობს, ძალადობრივი ქმედებების შედეგად 10-ზე მეტი პირი დაზარალდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია. სამართალდამცველების მიერ თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ 7 წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას პოლიციას დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ.